საღამოშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია გადაცემა ნაცნობის სახეები. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ თქვენთვის საკმაოდ საინტერესო პიროვნება ბატონი ლადო გეგელაშვილი. უფრო დაძრულებით კი მის შესახებ ჩვენი გადაცემიდან შეიტყობთ, ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად. ბლიც ანკეტა. ზოდიაქოს ნიშანი ტყუპები. საყვარელი ქალაქი რიო დე ჟანეირო. იდეალური პიროვნება დავით აღმაშენებელი. საყვარელი მწერლები დოსტოევსკი, სერვანტესი, გოგოლი, ბულგაკოვი. ჰობი მუსიკა. საყვარელი სადილი შემწვარი კარტოფილი. საყვარელი ფერები თეთრი და შავი. წელიწადის საყვარელი დრო შემოდგომა. ბიოგრაფიული შტრიხები. ლადო გეგელაშვილი დაიბადა 1978 წლის 7 ივნისს ქალაქ გორში. ვარიანის საშუალო სკოლა დაამთავრა 1995 წელს. ამავე წელს ჩააბარა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიური ურთიერთობის ფაკულტეტზე, რომელიც 2000 წელს დაამთავრა. 2001 წელს ჩააბარა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის მეორად ფაკულტეტზე, რომელიც 2004 წელს დაამთავრა. 2002 წლის ნოემბრიდან 2003 წლის იანვრამდე იყო უნივერსიტეტის სტუდენტთა თვითმმართველობის წევრი. 2003 წლიდან არის ნაციონალურ მოძრაობაში. 2003 წლიდან იყო ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე. 2004 წლის იანვრიდან აპრილამდე ახალგაზრდული დეპარტამენტის გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ მუშაობდა. შემდეგ 2004 წელს ხდება პარლამენტის წევრი. პარალელურად არის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და განმეორებით არჩევნებზე ჯუმბერ პატიაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. არის ნაციონალური მოძრაობის გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. ყავს მეუღლე თამუნა ციციშვილი. ლადო გეგელაშვილი ბავშვობაში საკმაოდ დამჯერი, სერიოზული ბავშვი იყო. ახლობლების დახასიათებით ის საბავშვო ბაღში ყოფნისას და შემდეგ სკოლის პერიოდშიც აქტიური, ნიჭიერი, ენერგიული ყოფილა. ბებია პაპას ეხმარებოდა საოჯახო საქმიანობაში. თუმცა როგორც თავად გვიანობ, ძალიან არ უყვარდა ბაღში ყოფნისას შუა დღის დილი. იქ იმიტომ დადიოდა, რომ უფრო სამხანაგებთან ერთად ომობანა ეთამაშა. ამ საბავშვო თამაშობებისას იგი ყოველთვის გაბედული იყო. მისი ეს თვისება მომავალში უფრო კარგად გამომჟღავნდა. ის თავიდან როგორც ყველა ბიჭი პოლიციელობაზე, ჯარისკაცობაზე ოცნებობდა, თუმცა ერთი პერიოდი მუსიკაც აინტერესებდა. ლადო გეგელაშვილი მალე გაერკვა თავის თავში და მიხვდა, რომ პროფესიული არჩევანისათვის აბსოლუტური მუსიკალური სმენა იყო საჭირო და გადაწყვიტა ჯერ ეკონომიურ ფაკულტეტზე ჩაბარება. შემდეგ კი იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა. ჩემი ძირითადი გასართობი წერა თქვენ შემეკითხეთ ჩვენი სახლის წინ არის შენობა, რომელიც იყო თავის დროზე საბავშვო ბაღი. ხო და ერთადერთი პრობლემა რაც მე მქონდა საბავშვო ბაღში ეს იყო ის, რომ არასოდეს არ მეძინა. იქ იყო მკვდარი საათი, ეგეთ თუ არ ვცდები, ყველა საბავშვო ბაღში იყო. არ მეძინა, არ შემეძლო დამეძინა ელემენტარულად. ეხლა ჩვენ დიდ ოთახში, დარბაზში იყო ბევრი საწოლები, სადაც იწვნიან ბევრი ბავშვები. ხო და მათ ჰქონდათ ისინი ჩვეულებრივად იძინებდნენ, ჩვეულებრივად ეღვიძებდნენ და ჩვენ ყავდა პატარა დამლაგებელი. პატარა ტანის ქალი იყო ციალა, რომელიც იყო ძალიან მკაცრი. ეს დამლაგებელი ფაქტობრივად აღმზრდელებზე უფრო მკაცრი იყო და გვაშინებდა ხოლმე სულ. როცა ის შემოვიდოდა, ამბობდა ესეთ ფრაზას. დაიძინეთ, თორე თქვენი დუხი აღარ იქნებაო. დუხი ახლა ვიცი რომ სულია ფაქტობრივად და რაღაც ესეთი გამონათქვამი ჰქონდა ამ ქალბატონს და ამ ქალიცა ერთადერთი იმიტომ ეშინოდა რომ ვერ ვიგებდი რა იყო დუხი. ხო და შიში მქონდა ხოლმე სერიოზული იმასთან დაკავშირებით, რომ აი ჩემი დუხი აღარ იქნება და ვაიმე რა მეშველება მე და ჩემი დუხი რო აღარ იყოს მეთქი და ამიტომ მომიმკვდარუნებდი თავს, დავიძინებდი, გავიდოდა თუ არა ისე წამოვდგება და ვიღაცებს ვაწვალებდი მე იქ. ან საბანს გადავხდები ან რაღაც ესეთი რაღაც ისინი მქონდა ხოლმე გასართობები. შემდეგ როცა ამ შენობიდან გადავიდა უკვე საბავშვო ბაღი, ცალკე შენობა აუშენეს მას, იქ არის დღეს ის კლუბი ჩემპიონი. იმ შენობის ბაზაზეა ფაქტობრივად გაკეთებული სასტუმრო. არიან სასტუმროც აქვს. ხო და საინტერესო იყო ეს შენობა იმდენად ჩვენთვის ამდენადაც რაღაც არეულობისა და განუკითხაობის პერიოდში გაიძარცვა სერიოზულად, ამიტომ ცარიელი კედლები იყო იქ დარჩენილი, ყველა ფანჯარა დამტვრეული იყო და მანევრირებისთვის იყო იდეალური ადგილი. ამიტომ ომობანას თამაშობდით ხოლმე ამ შენობაში ჩვენ. და ქონდა რაღაც გარკვეული გუნდება თუ იყოფოდით. ქონდა იქ ზემოთ იყო საკაჩიგრო, სადაც იყო ძალიან დიდი მილი. შემდეგ ეს მილი ჯარში ჩააბარეს. რამდენიმე წლის წინ. ამ მილზე იყო მშვენიერი ასაძრომი და იყო ყველაზე სტრატეგიული საუკეთესო ადგილი იმისთვის, რომ იქიდან ვიღაცა მოგეკლა. ამიტომ ეს მილი იყო ჩემი საყვარელი ადგილი და იყო საყვარელი ადგილი კიდევ პატარა
ბალახიანი მდელო, რომელიც უნდა ცოტა დაქანდება, როცა იგი დაწვებოდი აბსოლუტურად არ ჩანდა. არა და იქ სადაც ეს ადამიანები დადიოდნენ საერთოდ შენი მოწინააღმდეგეები ომობანეს დროს და ამ სტრატეგიული ადგილების საშუალებით ყოველთვის ვიგებდი ხოლმე ჩემს გუნდთან ერთად. და თუ ვერ დავიკავებდით ამ ადგილებს, მაშინ ვერასოდეს წარმატებას ვერ ვაღწევდით. აქედან გამომდინარე მე რაღაც ჩვევად ჩამომიყალიბ და მე რომ რაც ალბათ ყველა ადამიანს გამოადგება, ვისაც ცხოვრებაში უნდა რაღაც გააკეთოს, რომ თუ სხვას არ დაასწრებ და რაღაც სტრატეგიულ ნაბიჯს არ გადადგავ, გაუბედაობა და ინიციატივა ყოველთვის მოგიტანს მარცხს. ლადოს დედას ქალბატონ ციალას ყოველთვის სურდა, რომ სანიმუშო შვილი ჰყოლოდა. ამიტომ მისი სწავლა განათლებისათვის არაფერი დაუზოგავს. მისი დახასიათებით ლადო უცნაური ბავშვი ყოფილა. თავის გარშემო ყველა და ყველაფერი აინტერესებდა. განსაკუთრებით თავისი ოთახი და წიგნები ყვარებია. ლადოს დადებით ითვისებებიდან ის სიკეთეს გამოყოფს და იხსენებს, რომ ლადო ხშირად იმეორებდა კიდეც. თუ რამე დედას შეეშალა ღმერთო აპატიო. დღეს კი ქალბატონ ციალას ემაყება, რომ მისი შვილი კარგი ადამიანების გვერდით დგას და იმ გუნდის წარმომადგენელია, რომლის წევრის ქვეყნის პრეზიდენტია. ჩვეულებრივი ბავშვი შეიძლება ითქვას, რომ უცნაური იყო ძალიან. აი, როდესაც საბავშვო ბაღში მივიყვანეთ, 2 წლის ასე უმცრო ჯგუფში უნდა ყოფილიყო და ვერ გაჩერდა ბავშვებთან. იმიტომ რომ ისინი პატარები იყვნენ, გონებრივად ეს უფრო მეტად განვითარებული იყო და ერთ-ერთმა პედაგოგმა უფროსი ჯგუფისამ გადაწყვიტა, რომ თავისთან შეეყვანათ. ეს იგი მეორე დღეს უკვე ბავშვი ნორმალურად არა და პირველ დღეს უტიროდა. და როდესაც აი განსაკუთრებული ბავშვი რო იყო გამარჯვების ხობისგან, ხო აბლადებ კაცი ყავის მასალა. კაცრი დედა ნამდვილად ვიყავით. იმიტომ რომ გადაწყვეტილი მქონდა, ჩემი შვილი უნდა ყოფილიყო ძალიან კარგი. სანიმუშო უნდა ყოფილიყო. აი როგორც დედას უნდა მეამაყა. ასეთი სურვილი მქონდა და ნუ რამდენად შევძელია ეს ალბათ ხალხმა უნდა განსაჯოს. და თქვათ რაღაცა დააშავებდა, რა ზომებს მიმართავდა. ნუ როგორც თქვენ კაცრი ვიყავი, ალბათ თვითონაც ამბობს ამას, რომ კაცრი ვიყავი. აფუჭებდა ხოლმე ძალიან ბევრს. აინტერესებდა, რაც არ უნდა გვეღეიდა, ესე იგი, სათამაშოები მაინც და მაინც არ უყვარდა. ყველაზე კარგი საჩუქარი ლადოსთვის იყო წიგნი. აი სულ 2 წლის ასაკიდან, ესე იგი, წიგნი უხარო და ყველაზე მეტად. არც ტკბილეული, არც თანსაცმელი, არც სათამაშო, მაგრამ აი რადიო იყო, რადიო თეთრი ზომის იყო ხოლმე, სადაც ფირსაკრავიც იყო და ერთ დღესაც ესე იგი შეუხელია შიგნით ეს მატერიით იყო და შეუყვია ხელი და გამოვარდა ტირილით, უცებ ესე იგი შეგვეშინდა მეც და დედა ჩემსაც და შემოვარდა ტირილით. რა ხდება ვეუბნები და ესე იგი შეყო ხელი, რომ ესე იგი ვინც ლაპარაკობდა, ის უნდა ენახა თორმე და ხელით შეხედოდა. აი ასეთ რაღაცებს აფუჭებდა ხოლმე და უბრაზდებოდი თავისთავად ცხადია. მოსკოვში მყავდა წაყვანილი ლადო 10 წლის იყო მაშინ. ნუ თავისთავად მავზოლეუმის ნუ რაც იყო ღირსშესანიშნავი და წითელ მოედანზე ვართ და ნუ გაოცებული უყურებდა ყველა და შენიშნა ახლა იქ ნუ 10 წლის ბავშვისთვის აქ გორში ნაკლებად ნახავდა ზანგები დაინახა შავკანიანი ხალხი არაფერი არ მითხრეს კი შევხედე კი რომ უცნაურად შეხედა შემდეგ მეტროთი მოვდივართ და ადგა ეს ბავშვი იჯდა სკამზე და ადგა გვერდით დაუდგა ამ შავკანიანებს. ვანიშნებ, რომ დაჯდეს, დაჯიქი, არაფრით არ დაჯდა. და ეხლა ესე ძალაზე უნდა მიხლოდა ამას. და ესე ისე ახლოს დაუდგა, ხელი მოავლო უცებ, ხელზე მოავლო ხელი და გაოცებული უყურე, ხმეთ რას აკეთებს ეს ბავშვი. როდესაც ვკითხე მე ასე რატო გააკეთა, თურმე გონებია რომ მაგარი ხელი, ესე იგი კანი უნდა ჰქონოდათ უხეში და ესე იგი შეამოწმა როგორი იყო და ჩვეულებრივი აღმოჩნდა თურმე. გიორგი ქებაძე ბატონი ლადოს პაპა. იგი 79 წლის არის, პროფესიით აგროტექნიკოსია. მან 1945 წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი გორში და დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო ვარიანის საბჭოთა მეურნეობაში, სადაც 1996 წლამდე მუშაობდა. იგი 1959 წელს დაოჯახდა ქალბატონ მაყვალა გიგოლაშვილზე და შექმნეს ლამაზე ქართული ოჯახი. მოგვიანებით მათ ქალიშვილი ციალა შეეძინათ.
ბატონი გიორგი ჩვენთან საუბარში თავის ერთადერთ შვილიშვილს ლადოს ახასიათებს და იმ სიურპრიზსაც იხსენებს, რომელიც მისმა შვილიშვილმა საახალწლოდ გაუკეთა ოჯახს. ბავშვობის ვერინე თავიდანვე, პატარა ბავშვობიდანვე გამგონი იყო, თუ რამე ეთყოდი, დაგიჯერებდა სკოლაში, კარგად ასწავლობდა. ბაბუ ძალიან უყვარდა და იბაბოსაც ძალიან უყვარდა. სულას შეხურებდა შენ სტუდენტობას მოვესწრო, შვილო შენ სტუდენტობა ვერ მოვესწრო, საცვალი იმ წელს დაამთავრა სკოლას და კიდეც დაიწყო. უეწყო კიდეც იმ წელსვე. პედაგოგებისგან სულუდან მადლიერები იყო პედაგოგების სულუდან. არაფერი ბავშვობაში თუ რამე დამჭირდებოდა, ხელში უვარდებოდა, მეხმარებოდა ყველაფერზე. განათლებით თუ აი არადროს მაგალითად თუ გვირამე საქმე იყო ამ 2 წელიწადს აღარ ასწავლია, თუ დანარჩენი სულუდა ხელს არ მაგიდინებოდა საქმეზე. დასახარულო იყო სკაცი თელი თავის ჯამალით მოგზანდა. მოულოდნელად თუ სახტად დავშიფეთ რა მოგონებოდა პრეზიდენტი გვეწეოდა ჩვენ. გამხარდა რა თქმა უნდა და აი კარგი წელიც გავიდა. სოფელ ვარიანში ლადო გეგელაშვილის ოჯახში ყოფნისას ჩვენ გავიცანით ლადოს საყვარელი პედაგოგი ეთერ გიორგიშვილი, რომელიც მას სკოლაში ქიმია ბიოლოგიას ასწავლიდა. ქალბატონი ეთერი სიამოვნებით იხსენებს ლადოს თანაკლასელებს, მისი სკოლაში სწავლის პერიოდს და არც იმ შემთხვევებს ივიწყებს, რომელიც ლადოს სკოლაში გადახდენია. ლადო იყო ყველასგან გამორჩეული მოსწავლე. გამორჩევის იმ თვალსაზრისით ვამბობ, რომ იმ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეგობრული იყო. ყველა თავის თანაკლასელთან დიდი სიახლოვე ჰქონდა, მაინც იმათგან რაღაცა სხვა პოზიცია ეკავა ხოლმე. არ აკმაყოფილებდა ხოლმე იმათი პასუხისმგებლობა, გრძნობა სწავლისადმი დამოკიდებულებას და ცდილობდა, რომ აი ეს თავისი დიდი პასუხისმგებლობა იმათზეც გაევრცელებინა და შეეცვალა ისინი ამ დამოკიდებულებით. პირადად მე უკვე სწავლებამ ლადოსი მომიწია უფროს კლასებში. უკვე თავისი ჩამოყალიბება, რომ დამთავრებული ჰქონდა თითქმის როგორც მოსწავლეს და უკვე საკუთარი აზრები რო გააჩნდა ყველაზე და ყველაფერზე. და ყველაზე მეტად უცნაური ის იყო ხოლმე, რომ არასოდეს არ გეტყოდა სიტყვას არ ვიცი და არასოდეს არ ეცდებოდა იმას, რომ თავი როდესმე გაემართა. თუ ტყუოდა, იტყოდა, რომ მე ამაში მტყუარი ვარ. თუ არა ტყუოდა, ვერავინ ვერ გაამტყუნებდა მაგ შემთხვევაში. ყოველთვის ცდილობდა, რომ თავისი აი სამართლიანობის პოზიცია ყოველთვის წინ წამოეწია. და სხვათა შორის ძალიან კარგად ახერხებდა ამ ყველაფერს. ახერხებდა იმ გაგებით, რომ აი უფროსებთანაც და თავის თანაკლასელებთანაც გარკვეული ზოდი ჰქონდა შექმნილი ის თავის პიროვნებას არასოდეს თუნდაც უფროსი ყოფილიყო. არ დააყენებდა ისე, რომ აი რადგან უფროსია იმას უნდა მართალია, მაგრამ უნდა დარწმუნოს. თუ მართალი იყო, იმ სიმართლეს ბოლომდე დაეთანხმდა. მე კიდევ აი მე გეტყვით ერთ იმას, რომ ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა, რომ კლასში შევედი და გაკვეთილი არავინ არ იცოდა სხვა მოსწავლეებმა. ფიქრობდი, ახლა ცუდი კლასი არ იყო, სხვათა შორის კარგი კლასი იყო ამათი კლასი, მაგრამ რაღაცა შემოდგომის პირი იყო, ეთყობა საშემოდგომო სამუშაოებთან დაკავშირებით ერთ-ერთ თანაკლასელს მიეხმარნენ ესენი, რომ უნდათ ერთმანეთისთვის მდგომარეობა შეემსუბუქებინათ. და ვერავინ ვერ მოახერხა, რომ ეს სწავლა გაკვეთილი ეთყობა. ლადო მის გაკვეთილი იცოდა მაინც, მაგრამ რადგან ყველა აცხადებდა, რომ გაკვეთილი იმ დღისათვის არ ჰქონდათ მომზადებული, ესეც ცდილობდა, რომ იმათთვის მხარი გაესწორებინა და ნუთხარ ძალიან წენს მეთქი, რომ ესეთი არა ვიცი ეთერი მასწავლებელი გაკვეთილი არ გეგონოთ, რომ არ ვიცი, მაგრამ ამდენი რომ არ ვიცის ამბობს უკვე მგონიაო, რომ დანაშაულია რომ მოუყვეო და მე მოვთხარი არა ლადო ეგ დანაშაულში არ ჩაგეთვლება პირიქით. მდგომარეობიდან გამოიყვანს სკოლას. მე კიდე ის გაკვეთილი თქვენ წარმოგინეთ ჩვეულებრივ ხუთიანზე მოყვა. ლადო გეგელაშვილი პარლამენტში 2004 წლიდან არის. მას კოლეგები უკვე კარგად იცნობენ და მისი დახასიათებისაგან თავს არ იკავებენ. მიშა მაჭავარიანის მეტიდი ენერგიული, ორგანიზებული და პარტიული საქმიანობიდან გამომდინარე ძალიან აქტიურია. კოლეგები მას ბედნიერებასა და ყოველივე კარგს უსურვებენ ცხოვრებაში.
მოიცანი 2004 წლის აპრილში, როცა პარლამენტის სხდომა ჩატარდა პირველი 22 აპრილი იყო სხდომა. შედარებით გვიან გავიცანი, სხვათა შორის პირველად ლადოს შესახებ ხათნა გოგორიშვილმა რაღაც საუბრობდით რაღაც საკითხებს და ხათნა გოგორიშვილმა შეაქო ასე ვთქვათ, რომ რა კარგი 7 წყნარი ადამიანი ყოფილაო. და ამის შემდეგ დამაინტერესა მე რამოდენიმეჯერ ხა პარტიული საქმიანობიდან გამომდინარე, ორგანიზაციიდან გამომდინარე ლადო არის თანგორის ორგანიზაციის თავმჯდომარე, მქონდა შეხება რა შეიძლება ითქვას, არის ძალიან ორგანიზებული, მოწესრიგებული ადამიანი, ინიციატივიანია, ხა ბოლო პარლამენტის სხდომაზე 12-ში გავიდა კანონი პრივატიზაციის შესახებ და ლადო ამ საკითხებს ხო ჩვენ აყენებდა გაცილებით უფრო ადრე დაახლოებით 6 თვის, 7 თვის წინ აყენებდა, რომ პრივატიზაციის პროცესი ყოფილიყო გამჭვირვალე და გასაგები და პარტიული ორგანიზაციის მხრივაც ყოველ შემთხვევაში არის ისეთი, რომ არ მოგცემს საშუალებას, რომ ყურადღება არ მიაქციოს. ესე იგი, თუ რამე პრობლემაა, ყოველთვის მანამ არ გადაგაწყვეტიებს ამ პრობლემას, ესე იგი არ მოგეშობა. კარგი გადაგებით. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი თვისება ადამიანის, როცა ის ძალიან პასუხისმგებლობით ეკიდება თავის საქმეს. ვფიქრობ, რომ ეს პარლამენტისთვის კარგი შენაძენია და ყველაფერი წინა აქვს რა, მან ეს საპარლამენტო ცხოვრება და გამოცდილება კიდევ უფრო კარგად უნდა შეითვისოს და ის იქნება ერთ-ერთი ამ მოწვევისთვის ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი კარგი დეპუტატი იქნება. გავიცანი პარლამენტში არჩევის შემდეგ, პოსტურად კომიტეტის საკონფლიქტების შემდეგ. პირველი სიმპათიების გამო მეშინია სომაზე მეტი არ მომივიდეს. მაინც როგორც აპარატის მუშაკი შეზღუდული ვარ უფლებებში ამ მხრივ, მაგრამ ეც ვიტყვი, რომ ერთი დამოკიდებულება აპარატთან. ბატონი ლადოსი გამორჩეული კეთილი განწყობით კონტაქტები თითოეულ ჩვენთაგან. ახლა პრაქტიკულად იცით თქვენ, რომ სადეპუტატო მოღვაწეობა ერთობ რთული საკითხია, ბატონო ლადო ალბათ მარტო ამ კომიტეტში არ მოღვაწეობს, ფრაქციაში მოღვაწეობს, ვიცი რომ ძალიან აქტიური პარტიულ მოღვაწეობასაც ეწევა. მაგრამ არ ყოფილა შემთხვევა, როცა საკომიტეტო რაღაც პრობლემა არის, რომ ბატონ ლადოს არ გამოეჩინოს. ესეთი დაინტერესება ცხოველი და განსხვავებით თქვენ წარმოიდგენთ გამოცდილი დეპუტატებისგან დეტალურად საკითხის არსის ვთომის ძალიან დიდი სურვილი და ინტერესი აქვს. როგორც წესი, ჩვენი გაფრთხილება არ ჭირდება, პირიქით თვითონ გვიკავშირდება და თვითონ კითხულობს თუ რაიმე სიახლეა, თუ რაიმე აუცილებლობა არ მისი ჩართვის საქმეში და თვითონ საქმიანობაშიც ძალზე აქტიური და შეიძლება ითქვას პროდუქტული ძალიან. ლადო გეგელაშვილმა და მისმა მომავალმა მეუღლემ თავმოწითიშვილმა ერთმანეთი 2004 წლის 1 ივნისს გაიცნეს. დანახულთანავე ერთმანეთის მიმართ სიმპათია გაუჩნდათ. მათი ურთიერთობა ჯერ ინტერვიუების და პოლიტიკური საუბრების ფონზე მიმდინარეობდა. შემდეგ კი ეს ნაცნობობა სიყვარულში გადაიზარდა. ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც სამონასტრო სადას გაუკეთებია, ის იყო, რომ მათ 14 ბერვას სიყვარულის დღეს ჯვრისწერა შესთავაზა. მათი ფარული სადა ჯვრისწერა სამების ტაძარში შედგა. ეს სიმბოლური დღე იყო ორივეს ცხოვრებაში, რომელიც ბედნიერებითა და ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა. ხანია ვიცნობთ ერთმანეთს. უბრალოდ ისე მოხდა რა. ჩემთვისაც ცხოვრების ოცნება იყო უბრალოდ, რომ ეს ყველაფერი არ ყოფილიყო ბომბეზური და ყოფილიყო რაღაც ძალიან უბრალო და ძალიან უბრალო, იმიტომ უბრალოებაში უფრო მეტი წმინდია, ვიდრე რაღაც ბომბეზურობაში და საზეიმო ვითარებებში. მაგრამ საქმე ის არის, რომ მაინც საზეიმოდ გამოგვივიდა ყველაფერი. რადგან როცა ეკლესიაში მივედი, ჩვენ სულ რამდენიმე ადამიანი ვიყავით. ალბათ ყველაზე დიდი ესეთი საჩუქარი რაც იყო ჩვენთვის, ეს იყო ჩვენი ჯვრისწერის დღე, დიდი სიურპრიზი და დიდი მოულოდნელობა. რა ჩვენი ურთიერთობის პერიოდში კი გვიყვარდნენ რასაკვირველი, ყველა შეყვარებული ფიქრობს, რომ ოჯახი უნდა შექმნას, მაგრამ ჩვენ თავიდანვე შეთანხმებულები ვიყავით, რომ ის თავის კარიერას შექმნიდა ჯერ სრულყოფილად, მე ჩემს კარიერას, რომ მაინც ხელს შეგვიშლიდა ოჯახი, რატომაც ასე ვფიქრობდი, თუმცა ასე არ ყოფილა.
და ეს მოულოდნელი მისი გადაწყვეტილება ჩემთვის იყო, თორემ მისთვის მოულოდნელი ნამდვილად არ იყო, მას უყვარს რაღაც სიმბოლოებით, რაღაც მოძღვნა საჩუქრების და ალბათ სიმბოლური იყო ის, რომ სიყვარულის დღეს დაამთხვია ეს და რაც შეეხება ჯვრისწერას, ეს იყო დიდი სურპრიზი, იმიტომ რომ მანამდეც მახსოვს მე მკითხა, აი როგორი ჯვრისწერა წარმოგიდგენია შენ რო გქონდეს. და მაშინ უპასუხე, რომ ბავშვობიდან ვოცნებობ, რომ თუ ჩემი ჯვრისწერა იქნება აი რაღაც კაბით და პომპეზური, როგორც საერთოდ მიღებული არის, მაშინ ეს ჯვრისწერა უნდა იყოს ძალიან ლამაზი და ძალიან დადგმული და რაღაც ძალიან დიდი. მართლა რასაც პომპეზური ქვია. ან კიდევ აი უფრო მეტად ვოცნობობ, რომ მქონდეს ესეთი ჯვრისწერა პატარა ეკლესიაში ჩუმად, ისე რომ რამდენიმე ადამიანი იყოს. როგორც ჩანს, ეს კითხვა ყველად არ დაუსვამს მანამდე და ზუსტად აი ასეთი ჯვრისწერა გქონდა ჩუმად, მოკრძალებული, მართალია დიდი სამების საკათედრო ტაძარში და ეს რაღაც პატარა ეკლესია არ იყო და რაღაც საოცარი გრძნობა იყო, მაგრამ ესეთ მაინც ჩუმი ჯვრისწერა იყო და რაღაც თავისი იდუმალი ხიბლი მაინც ჰქონდა მას და მიფიქრობ, რომ მართლა ძალიან ლამაზი ჯვრისწერა მქონდა. ნამდვილად არ მწყდება გული, რომ კაბა არ ვეცვა. თამუნა ცისიშვილი საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის სარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლობს. დიდი ჟურნალისტურ მოღვაწეობას ეწეოდა და სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში საქმიანობდა. თამუნა მეუღლეს ძალიან ყურადღებიან, თბილ, ნიჭიერ და უდიდესი სიკეთის მატარებელ ადამიანად მიიჩნევს. არის ძალიან თბილი ადამიანი, არის ყოველ შემთხვევაში ჩემს მიმართ, ძალიან ყურადღებიანი, მიუხედავად თავისი ესეთი დაძაბული დღის რეჟიმისა. მოგეხსენებათ, ხა პოლიტიკოსი არ არის მუდმივად თავისუფალი. მიუხედავად ამისა, სულ მქონდა იმის შიში, რომ მას ჩემთვის დრო არ ექნება, რაღაც შეყვარებულობის პერიოდშიც არასოდეს არ მქონია მისი დანაკლისი, რომ აი ვერ მაგწევს ყურადღებას, თუ არ შეძლო ვენახე, მირეკავდა რა. და ასე რომ აი ეს ყურადღება, სითბო, უდიდესი სიყვარულის გრძნობა, რომელიც მას გააჩნია და ამის გარდა მე ვთვლი, რომ ყველაზე დიდი დადებითი თვისება რაც აქვს მას, აი გამოკვეთილად რაც შეიწყეს, არის მის ნიჭიერება. ანუ აი ნიჭიერი არის არა მარტო რაღაც თავის საქმეში, ყველაფერში შეიძლება ითქვას. და ეს მიადვილებს ცხოვრებას მასთან ერთად ყველანაირად, იმიტომ რომ აი როგორც ოჯახში, როგორც გარეთ ურთიერთობაში, ეს მის ნიჭი ყოველთვის ვლინდება ისეთი ფორმით, რომ თუნდაც იმ ფორმით, რომ არასოდეს არ გავს ერთი წამი მეორე წამს პირიქით რაღაც ფეიერვერკებით არის სულ რაღაც ჩვენი ურთიერთობა აღსავს. ლადოს ოჯახში ყოფნა ხშირად არ უხდება. იგი იმდენად დაკავებულია პოლიტიკური საქმიანობით, რომ სოფელში იშვიათად ჩადის. ყოველთვის ენატრება თავის ოთახში, თავის საწოლში ძილი და იმ ადგილებში ყოფნა, სადაც ბავშვობისა და სკოლის მოგონებები აკავშირებს. ის შეძლების დაგვარად სამზარეულოშიც ხშირად ფუსფუსებდა. თბილისში მარტო ცხოვრების პერიოდში ამზადებდა განსაკუთრებულად გემიელ სადილებს. სახელდახელოდ კი კარტოფილისა და კვერცხის შეწვა ეხერხება. და როგორც ჩვენ შევნიშნეთ, არც საოჯახო საქმიანობაა მისთვის უცხო. ყოველ შემთხვევაში, გადამწვარი ნათურის მოხსნა და ახლით შესვლა ნამდვილად შეუძლია. ლადო გეგელაშვილის ახლობლებისათვის ყველაზე სასურველი სასაუბრო თემა მისთვის ცოლის მოყვანის საკითხი იყო. მეუღლის მოყვანამდე იგი მწვანე თვალება, შავთმიან გოგონაზე ოცნებობდა, რომელიც აუცილებლად განათლებული იქნებოდა. დღეს თავად შეიძლება ითქვას, რომ მან თავისი ოცნება აისრულა და შექმნა ნორმალური ლამაზი ოჯახი. რაც შეეხება მის სხვა სურვილებს, იგი უფრო საერთო ინტერესებს ემთხვევა და უნდა საქართველოში მშვიდობა, ბედნიერება, ერთიანობა და მატერიალური უზრუნველყოფა. იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც არ იცხოვრებენ ნათხოვარი ბავშვები და გაჭირვებული ოჯახები. უსურვებდი ჩვენი რეგიონის მოსახლეობას, ყველა ქართველს აბსოლუტურად, რომ მათი ცხოვრება იყოს ღირსეული პირველ რიგში იმდენად, რამდენადაც მათ არ გააჩნდეთ ის პრობლემები, ის ყოფითი პრობლემები, რაც ყოველდღიურად აწუხებთ მათ. უსურვებდი მათ, რომ ხვალინდელ საქართველოში, როცა საქართველოში მართლა გათენდება და დასრულდება ყველა იმ პრობლემისაგან შეწუხება, რაც დღეს აწუხებს ჩვენს მოსახლეობას. მათ იცოდნენ რეალურად, რომ როცა მე ვარ პარლამენტის წევრი, თქვათ, ვიღაცა არის გამგებელი, ვიღაცა არის გუბერნატორი, ვიღაცა არის მინისტრი, ისინი ორივე ქართველები არიან, მათ შეუძლიათ ერთმანეთთან რეალური ურთიერთობა,
როცა ისინი ძიან საჭესთან მაგალითად და ეჯახებიან დეპუტატის მანქანას, იციან რომ თუ ეს დეპუტატის ბრალი იყო, დეპუტატს დაიჭერენ და თუ ეს მისი ბრალი იყო, მას მოსთხოვენ ამაზე პასუხს. თანასწორობა აბსოლუტურად თანამდებობრივი და არანაირი რაღაც ნომენკლატორული და უსამართლო სიტუაციები, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის ნაცნობია უახლოესი წარსულიდან. ეცხოვროთ ბედნიერ, ნათელ, მთლიან საქართველოში და მათ ოჯახებში ყოველთვის ყოფილიყო შუქი, სითბო, სიხარული, ბედნიერება. ძვირფასი ტელემაყურებლებო, ამით ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახვილეთ. ჩვენ ერთ კვირაში კვლავ შევხვდებით ერთმანეთს, ისე თქვენთვის საინტერესო პიროვნებას წარმოვიდგეთ ოჯახურ გარემოში. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, ნახვამდის.